გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბელორუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოს შესთავაზა, რომ ბელორუსი მშვიდობის საბჭოს დამფუძნებელი გახდეს. გარდა ამისა, მშვიდობის საბჭოში მიიწვიეს რუსეთი, ისრაელი, გერმანია და ფინეთი. ცნობისთვის მშვიდობის საბჭო ტრამპმა შექმნა ღაზა სექტორში მშვიდობის გასაკონტროლებლად და როგორც ამბობენ, მას უნდა ადრე თუ გვიან თუ დასცალდა, რასაკვირველია, ამ საბჭოთი გაეროს ჩანაცვლება. მე ვიყო მარიზი ტრამპი თუ არ ეღადავებოდეს მთელ მსოფლიოს და განსაკუთრებით ევროპას. არ უყვარს ტრამპს ევროპა და რატომ არ უყვარს გასაგებიცაა. ის ბიზნესმენია და ნებისმიერ ბიზნესმენს მუქთამჭამელები აღიზიანებენ. და ევროპა ბოლო წლების განმავლობაში ჩემი და ტრამპის აზრით გადაიქცა ერთგვარ თევზ რემორად, რომელიც ზვიგენს ტანზე ეკრობა და მისი საკვების ნარჩენებით იკვებება. მომიტევოს ევროპამ ასეთი უხეში შედარებისთვის, მაგრამ ფაქტი სახეზეა. როგორც კი ამერიკამ ევროპას ზურგი აქცია, აღმოჩნდა, რომ მთელ ევროპულ უსაფრთხოების სისტემას გროშკაბიკი ჰქონია ფასი. მე გვერდიდან ვუყურებ ტრამპის ყველა მოძრაობას და მიხარია, რომ ჩემი ლამაზი ქვეყანა მის ინტერესთა არეალში არ შედის. მიხარია იმიტომ, რომ არ ვიცი იმ ღვაწლმოსილ ბიზნესმენს თავში რა გადაუტრიალდებოდა ჩვენით, რომ დაინტერესებულიყო. თუმცა ჩვენით დაინტერესება მას დიდად არ გამოუვა, რადგან რუსეთია ჩვენ გვერდით, რომელიც ეჭვით უყურებს ყველას, ვინც მის ინტერესთა სფეროში ყოფ სახელმწიფოსადმი ლტოლვას იჩენს. ამერიკის დაინტერესება საბრალო უკრაინით ამის პირნათელი მაგალითია. ხო, იმას ვამბობდი, რომ მგონი ტრამპი ეღადავება მეთქი მსოფლიოს ევროპის თამადობით. ისე კი იმ მშვიდობის საბჭოში გერმანიისა და რუსეთის პირველი პირები ერთად თუ დაასვა და დაამხანაგა კიდეც, აი მაშინ მართლა იქნება ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიის ღირსეული კანდიდატი. და ასევე მონტე-კარლოს ცირკების საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატიც. მეგობრო, ის რომ ტრამპი ევროპას დასცინის, ეს მე ტყუილად არ თქვი. მე მართლა ვარ ამაში დარწმუნებული, რომ ბევრ რამეს, რასაც ის აკეთებს და რაც ჩვენ ექსტრავაგანტულ ქმედებად გვეჩვენება, სინამდვილეში ძალიან გააზრებული ქმედებაა. ის მართლა ცდილობს ევროპა დაამციროს, იგონებს სხვადასხვა ხრიქს ევროპის მიმართ და აკვირდება თუ რა რეაქცია იქნება ბრიუსელში. გამოგიტყდებით, ეს მე რასაკვირველია არ მომწონს. იმიტომ კი არა, რომ ევროკავშირი მეწოდება. რაღაც ამბავში მეწოდება, ოღონდ ევროკავშირი კი არა, ჩემი ძველი ილუზიების დამსხვრევა მეწოდება, რაც მე ევროპაზე კარგი და ლამაზი მქონდა წარმოდგენილი, თითქმის ყველაფერი ყალბი აღმოჩნდა. იმის შიშიც მაქვს, რომ ამ თამაშით მსოფლიოს ჯერჯერობით ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს მეთაურმა არ გადაამლაშოს. ისე არ ათამაშდეს, რომ მართლა რაღაც უბედურება არ დატრიალდეს. თანაც უბედურება აქ, ევროპაში, ფაქტობრივად ჩვენს ყურის ძირში, ჩვენს, ასე ვთქვათ, სივრცეში. ჩვენ ხომ ევროპის განუყოფელი ნაწილი ვართ, არა? ჩვენ ვართ ქართველები და ზერფორ ჩვენ ვართ ევროპელები. ამიტომაც ვარ დაძაბული. მაგალითად, რა ღირს ტრამპის დანიისადმი დამოკიდებულება, მეგობრებო. დანია მშვიდი და დალხენილი და მდიდარი ქვეყანა იყო თავისთვის, გვერდით ედგა ევროპულ იდეებს, ევროკავშირის ბოსების სათავეშიც იმყოფებოდა და ჩვენი ერთ დღეს გამოჩნდა კაცი, რომელმაც მას კაპიტალურად დაურღვია სიმშვიდე და ის კაცი მისი პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტია. რა უნდა ქნას ახლა დანიამ? არ ვიცი. და ის ცირკი ევროპელებმა გრენლანდიაში ჯარი რომ გააგზავნეს. ჯარი ეს ხმამაღალადაა ნათქვამი. საფრანგეთმა 15 ჯარისკაცი გააგზავნა, გერმანიამ 13. დიდმა ბრიტანეთმა და ჰოლანდიამ კი თითო კაცი. გონი სულ 35 სამხედრო მოსამსახურე ჩავიდა გრენლანდიაში. მართალია გერმანელები მეორე დღესვე უკან წამოვიდნენ, ალბათ შესცივდათ. ანდა თეთრი დათვი დაინახეს და მოერიდნენ. მოკლედ მორიგ ჯერზე სრულიად გაიმასხარავეს თავი და ხომ წარმოგიდგენიათ ტრამპი თავის ოვალურ კაბინეტში როგორ დასცინის ამ საწოდაობას და მასთან ერთად ალბათ იცინიან
JD Vance, Marco Rubio და მშვენიერი Caroline Levitt, ტრამპის პრეს სპიკერი. მოკლედ რაღაც ისეთი გაუგებრობა ხდება ევროკავშირში, რომ მე რამდენად ვამბობ, კიდევ კარგი რომ ჯერ იქ არ ვართ. საინტერესოა, რით დასრულდება ტრამპის ოინები. მაგრამ ამასთან ერთად კარგი ამბავიც გვესმის ევროპიდან, დიახ. Ursula von der Leyenმა ბრძანა 4 წლის შემდეგ რუსეთი არ ავლენს არც აგრესიის შენელების, არც სინანულის, არც მშვიდობისკენ სწრაფვის ნიშნებს, პირიქით აძლიერებს თავდასხმებს, ეს უნდა დასრულდეს. აი მიყვარს Ursula von der Leyen-ი, როდესაც ასე კატეგორიულად გამოდის და ბრძანებს, ეს უნდა დასრულდესო. ხო, და პუტინი ამას რომ გაიგებს, უცებ დაასრულებს ომს და მე თვითონაც დასრულდება. ძალიან სვალება დროს მოგვიწია ცხოვრება, მეგობრებო. მე ვინატრებდი რომ ეს დრო ნაკლებად სვალებადი ყოფილიყო. შეიძლება ნაკლებად სვალებადობა, ნაკლებად საინტერესო ყოფილიყო, სამაგიეროდ ყოველ დილით შიშით არ გავხსნიდი ხოლმე საინფორმაციო საიტებს იმის გასაგებად, სანამ მეძინა რაიმე ახალი უბედურება ხომ არ დატრიალდა მსოფლიოში. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.